ჩვენ დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის მეორე ნაწილში უნდა ვისაუბროთ მიმდინარე მოვლენებზე პრინციპში, ოღონდ ეს ყველაფერი დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ მაინც შეგვიძლია რაღაცა ავიღოთ ერთი წერტილი რუსული კანონის შემოტანა ამ ქვეყანაში და როგორ მიმდინარეობდა მოვლენები იქიდან მოყოლებული, თუმცა ის რეჟიმი, რომელიც ახლა მართავს ქვეყანას სამწუხაროდ, ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდა და ჩვენ ამ გადაცემაშიც ხშირად ვიტყვი და ზოგადად საზოგადოებაში ხშირად ჟღერდება პარალელები ბელორუსსა და საქართველოს შორის, თუ როგორ მიმდინარეობდა იქ პროცესები. გვახსოვს, რომ ძალიან დიდი პროტესტები იყო, მილიონიანი პროტესტები იყო, რომელიც სამწუხაროდ დასრულდა რეჟიმის გამარჯვებით და ეხლაც ლუკაშენკო მართავს კონსოლიდირებული დიქტატურით ბელორუსს. თუმცა პარალელები ნამდვილად არსებობს, მეც ხშირად მისაუბრია, რომ ამ პარალელებთან ერთად უნდა დავინახოთ რა არის განსხვავებებიც და ჩვენ ბევრი განსხვავება გვაქვს ბელორუსთან მიმართებაში, მაგაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ თან შემთხვევით არ მიხსენებია, რომ რუსულ კანონამდე დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოების რაღაც ნაწილს შეიძლება გამორჩა, შეიძლება ყურადღებაც მიაქცია, მაგრამ არ ჩათვალა დიდად მნიშვნელოვნად საქმე იმაშია, რომ რაზეც მე ძალიან ვბრაზდები. მე პირადად და სულ ვფიქრობ, რომ რატომ არ გავაპროტესტეთ მაშინ. კი, 2015 წელს ქართულ სამართალდამცავ ორგანოებთან და ბელორუსის კგბ-სთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, სადაც იქაური ინსტრუქტორები ჩამოდიოდნენ საქართველოში, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის მიმოცვლადაც, ასე ვთქვათ, გაიხსნა 2017 წელს უკვე დაშვება გახდა და გაცვალეს, ასე ვთქვათ, ინფორმაცია და მოკლედ ჩვენი სამართალდამცავ ორგანოები, რომელიც დიდ ნდობას იმსახურებდნენ, შეგვიძლია ვთქვათ, რაღაცა პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა მოხდა ეროზია ამ მთლიანი სისტემის და მივიღეთ ის სისტემა, სადაც დღეს არანაირი სამართალი აღარ არსებობს, პოლიციელები აგინებენ, ცემენ, აკავებენ ადამიანებს აბსოლუტურად ყველანაირი კანონით დარღვევით, მერე უკვე ეს კონვეიერი ირთვება, რასაც ქართული მართლმსაჯულების სისტემა ქვია და ადამიანებს ძალიან ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, სამართლებრივი სტანდარტის დარღვევით უშვებენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მათ შორის სისხლის სამართლის და მოკლედ ყველგან პოლიცია, არსად სამართალი. კი, და ასეთი უკვე 52 პატიმარი ყავს ამ დღის მდგომარეობით, რო აღარაფერი ვთქვათ იმ ადმინისტრაციულ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ადამიანებზე და ნაწამებ ადამიანებზე, ვართ მოკლედ ასეთ მძიმე ვითარებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარალელების გავლების დროს დავიჭიროთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომ იგივე შეცდომები არ დაუშვათ, რაც ამ ბელორუსის შემთხვევაში მოხდა. დღეს საბა ბრაჭველი არის ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით საბა. მოგესალმებით საბა, სანამ ბელორუსზე საუბარს დავიწყებთ, მე რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შემხვდა რაღაც ახალი კანონის შესახებ ბელორუსიაში, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ვითომ შვილებს ჩამოართმევენო და უკვე იმდენად ბევრ რამეს მოიცავს ჩემი გონება, რომ რაღაცნაირად ჩავთვალე, რომ ესეც ალბათ ფეიკია და ნუ არ არის მართალი, რომ წარმოუდგენელია, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება 21 საუკუნეში რომელიმე ქვეყანაში მსგავსი რაღაც მოხდეს და ვიფიქრე, რომ ეს ალბათ მოგონილია. მე გავიკითხე და როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე, ანუ არის ამაში რაღაც სიმართლის ბევრი მარცვალი. ვინმეს რო არ ეგონოს, რომ მხოლოდ პარალელებზე და პრობლემებზე ვისაუბრებთ, აუცილებლად ვისაუბრებთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ დავაიდენტიფიციროთ პრობლემები. საბა, შენც რაღაც ჩემზე ბევრად უკეთესად აღწერ დარწმუნებული ვარ, რა პარალელები არსებობს იმ ქვეყანასა და ჩვენს დღევანდელ მდგომარეობასთან მიმართებაში. კი ბატონო, მადლობა. ცხადია, უამრავი პარალელის გავლება შეიძლება, მაგრამ ხო, თუნდაც ამ კანონის მაგალითზე ვთქვათ, რატო შეიძლება იყოს რელევანტური ამ ქვეყნის ვითარების მიმოხილვა. ჩვენ როცა და რუსული კანონი, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის მაგისი დასაწყისი, ანუ ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი, ეს წითელი რაღაცა განგაში სიგნალი, რომელზეც დავიწყეთ დაჭერა, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენთვის ნიშანი იმისა, რას აპირებდნენ ამ ქვეყანაში. ადამიანების მარგინალიზაცია, გარიყვა და მონიშნა მე ექსტრემისტებად თუ სხვა სიტყვებად იწყება მათთვის იარლიკის მიკერებით.
ხო თუ ადამიანებს სამართლებრივად ლეგალურად დაარქვე რაღაცა უცხოებს, მტრეებს, ექსტრემისტებს, როგორც ბელარუსშია, ხო? და როგორც ჩვენთანაც უნდათ ამ კანონის მეშვეობით ადამიანების მონიშნა, შემდეგ ძალიან მარტივია იმ ლოგიკის გავრცელება, რომ ესენი თუ უცხოები არიან, ესენი თუ აგენტები არიან, ესენი თუ მტრები არიან, ხო, მათ არ უნდა ყავდეთ შვილი. ისინი არ უნდა ასწავლიან უნივერსიტეტებში, ისინი უნდა იყვნენ გარიკული საზოგადოებრივი ცხოვრებით. ამიტომ ეს იყო პანდორას ყუთი, რომელსაც ხსნიდა ჩვენი მთავრობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივსულიყავთ იქამდე, სადაც ახლა არის ბელარუსი მისული, ანუ იქ მართლა ჩამოართმევენ ბავშვებს, მშობლებს, იმიტომ რომ ისინი ექსტრემისტები არიან, ისინი ექსტრემისტულ, ტერორისტულ რაღაცა პოსტებს ალაიქებენ Facebook-ზე, ამის გამო ჩამოართმევენ მათ ბავშვებს. სინამდვილეში ტერორისტული არაფერია, ეს იქნება ჩვეულებრივი პოსტი, სადაც ლუკაშენკოს კრიტიკაა, ხო? ეს არის სადაც უნდათ რომ მიგვიყვანონ. ბოდის საბა რაღაც ახსენე ზუსტად ადრე არ ვაკვირდებოდი მაგას, რაც ეს ხა ეს რუსული კანონი 2 წლის განმავლობაში უკვე იყო. იულია ლატინინას YouTube გვერდზე, რომ თავის ჩენელი აქვს, თავის პოდკასტებს უწევს ხოლმე, disclaimer-ით იწყებს, რომ ეს პოდკასტი გამზადებულია ინაგენტამ იულია ლატინინა, რა, ანუ უცხოური აგენტის მიერ გაკეთებული პოდკასტია, ხო, რომ თქო ჩაჯდეს ამ კანონის ჩარჩოებში. შეიძლება ეს ხა ცინიკურად აკეთებს, მაგრამ არა, ცინიკურად არ არის. ანუ ამ კანონის ჩვენთან არც შემოტანილი კანონისაც ერთ-ერთი დანიშნულება მხოლოდ ის კი არის, რომ რეესტრი გაეკეთებინათ. არა, ეს კანონი დაგაჯარიმებდა და ნუ ერთ საფეხურის შემდეგ უკვე ციხეში გაგიშვებდა, იმ შემთხვევაში თუ შენ თვითონ შენ თავს არ დაუძახებდი აგენტს. ჩვენთანაც ასეა, ჩვენ ვამბობდით, იმიტომ რომ შენ თუ არ შეიტან შენი ნებით განაცხადს, ამას ალგე ჯარიმები და ასე შემდეგ არის, ხო? ჩვენ ვამბობდით, რომ ეს გავრცელებოდა რაღაცა ფიზიკურ პირებზეც და გავრცელდა, ხო? ეხლა ისე თქმა შემიძლია არის, რომ ეს კანონი თუ ამუშავს აი რაღაცა ამათ თუ მოიგეს, ხო? მაგ შემთხვევაში შემდეგი ეტაპი რაც იქნება, ესენი ჯარიმებით არ შემოიფარგლებიან ადამიანებს გაუშვებენ ციხეში, იმის გამო რომ ისინი არ უწოდებენ საკუთარ თავს აგენტებს. ერთ სიტყვით, ეს არის ძალიან მკაფიო ხაზი, რომლის გატარებაც ჩვენს ხელისუფლებას უნდოდა ჯერ კიდევ 2022 წლის დასასრულიდან, ხო? კი ბატონო. შესაბამისად, ეხლა რასაც აკეთებენ, ესეც არის იქიდან წამოღებული რაღაცა სცენარის, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ადაპტაციასაც ვერ ვიტყოდი, პირდაპირ გადმოწერეს რაღაცები. ადრე იწერდნენ უნგრეთიდან, ეხლა მიხვდნენ რომ საკმარისი არის და ეხლა იწერენ ბელარუსიდან, შემდეგი რუსეთი იქნება, ცხადია. რასაც იწერენ, ეს არის ამ პროტესტების გამკლავების გაიდი. ესე რომ ვთქვათ, ისინი იყენებენ იმ მეთოდებს ზუსტად, რომელსაც იყენებს ლუკაშენკო. ეს არის ადამიანების საჩვენებელი დასჯა, დაკავების დროს, ეს არის ადამიანების ცემა კონკრეტულად კეფის, სახის, ზოგადად თავის არეში. ამაში ავარჯიშებენ ადამიანებს, როგორც ჩანს, რომ ხელწერა ერთია ფაქტია. ეს მხოლოდ ჩემი ნათქვამიც არ არის, ეხლა ბატონო შაილიშვილაშვილსაც ქონდა ამაზე ინტერვიუ და ისაუბრა ამასთან დაკავშირებთან. ეს სოფიებზე ლაპარაკობთ, რომელიც გააუქმეს, მაგრამ სხვა სოფიები შემოიტანეს, რაც არის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები. სტანდარტული ოპერატიული პროტოკოლი, ესე ქვია. კი, ანუ ესენი შეიცვალა, ეს არის ძალიან მკაფიო იმაში, როგორ ვთქვათ, თანხმედრაში იმ პერიოდთან, განსაკუთრებით 2021 წელთან, როდესაც ბელარუსის KGB-სთან, KGB ქვია ისევ, მოხდა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობის რატიფიკაცია. ანუ ჩვენმა პარლამენტმა დაამტკიცა, რომ გაცვლილი იყო სრულად ეს ინფორმაცია, საიდუმლო ინფორმაციაც და ასე შემდეგ და ჩვენ ვიცით, რომ ბელარუსი აქტივისტებიც, რომლებიც ჩამოდიოდნენ ხოლმე ხშირად საქართველოში, დღეს ერიდებიან ჩვენთან ჩამოსვლას, იმიტომ რომ პირდაპირი თანამშრომლობის სივრცეა მათთან გახსნილი. ხო და ეს ამ პროტესტების მართვა შესაბამისად მიმდინარეობს არა მხოლოდ ამ დასჯის მეთოდებით, ანუ დაშლას როგორც ხდება, ხო? არამედ სპეციალურად გამოწვევით რაღაცა კონკრეტული აგრესიის, მათ მიერ გაწვდილი სპეციალური რაღაცა გუნდებიდან ისინი ფიქრობენ, რომ ბოლომდე ჩაგვაჭერენ, ესე რომ ვთქვათ, ბოლომდე რაღაცა ყველანაირ საკანონმდებლო დონეზეც და აღმასრულებელ დონეზეც ისინი გამოიწვევენ რეპრესიებს და ხალხი ბოლოს გატყდება და მორჩება. უბრალოდ მე, რა ვიცი, მგონია, რომ ჩვენ რა კი სათანადოდ ვიაზრებთ იმას და იმედი მაქვს, რომ სათანადოდ ვიაზრებთ იმას, თუ რასთან გვაქვს ბრძოლა. და გვაქვს მაგალითი ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნების, რომლებმაც ძალიან კარგად დააღწიეს თავი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ამაზე ძალიან ხშირად უნდა ვისაუბროთ. ახლა შეიძლება ვისაუბროთ, ხო? ანუ ჩვენ გვისახავენ ხოლმე, რომ საქართველოს და ეს ძალიან არასწორია, ეს რაღაც არასწორი დიქოტომია, ცრუ არჩევანს გვიქმნიან, რომ საქართველოს უახლესი მომავალი უნდა დაიწეროს
ან ბელარუსის სცენარით, სადაც ხელისუფლება იმარჯვებს და ხალხი მონობაში შედის, ან რაღაცა უკრაინის სცენარით, სადაც რაღაცა არეულობა და მაიდანი და ასე შემდეგ. არა, არსებობს სხვა სცენარებიც და აგერ გვაქვს ერთ-ერთი და ესეც ხო ჩვენი ბრალი არ არის, რომ ამაზე ნაკლებად ვლაპარაკობ და ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ რაღაცნაირად ჩაბღაუჭებულები ვართ აი ამ ბელორუსის და რუსეთის მაგალითებს და ვთქვათ არ მოყვავს ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითები. აი ესე ჩაშლილი როგორც ვთქვათ ბელორუსი. კარგი მაგალითი თქვა სომხეთის მაგალითი. სომხეთის მაგალითი, არა, ზოგადად საუბრობ საერთოდ, აი როდესაც usmen ტელევიზიით, ზოგადად სოციალურ სივრცეებში უფრო არის ჩაშლილი აი ეს რაღაცა ცუდი ვერსიები, ვიდრე ვთქვათ გამარჯვების ვერსიები. ესეც გასაგებია იმის გამო, რომ ადამიანები საუბრობენ იმაზე, რისიც ეშინიათ, რაზეც უნდათ რომ გაამახვილონ საზოგადოების ყურადღება, მიაქციონ ყურადღება, აი შემდეგი ეს მოდის და მზად იყავი. ეს აბსოლუტურად გასაგებია, მე თვითონ ვცდილობ ხოლმე, რომ აი ბელარუსში რა გააკეთეს შემდეგი, ხო? ანუ ვიცოდეთ, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ამისთვის მოვემზადოთ რაღაცა მსგავსი. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ მეორე მხრივ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ხო? იმისთვის, რომ ეს სცენარი იყოს აბსოლუტურად არაძალადობრივი გზით, მოკლედ მოხდეს ახალი არჩევნების დანიშვნა და არაძალადობრივი გზით გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, ხო? და მგონია, რომ გუშინდელი დღე იყო ამ გზისკენ გადადგმული პირველი ძალიან კარგი ნაბიჯი. ამას დავარქმევთ გაფიცვას, გამარჯვებას დავარქმევთ ბოიკოტს თუ რასაც დავარქმევთ, ეს არის საზოგადოების ერთიანობის ჩვენება, ისე თან პირველი იყოს, გამოცდილებელი იყო. და ამის შემდეგ აუცილებლად ეს უნდა გამეორდეს, ეს აღარ იქნება მხოლოდ 3 საათიანი და ამ გაფიცვას ბოიკოტს შემოერს და ასევე ის კომპანიების ადამიანები, ვისაც საერთოდ არ ყოფილა არათუ შეთანხმება მსგავსი იმ ადამიანებმა გაიგეს ვასტი რა ხდება და ეს დასაქმებულები და დამსაქმებლებიც გამოეფინენ ქუჩაში, ხო? ეს კიდევ უფრო გაიზრდება შემდეგი, როდესაც უკაცრავად შეგაწყვეტინებთ რახან მაგალითები მოყვავს ბელორუსიის და რუსეთის. აი ბელორუსიაში მსგავს გაფიცვებს თუ ქონდა ვთქვათ ადგილი. გაფიცვები უფრო მეტად გაფიცვებზე თუ საუბრობთ როგორც პროტესტის შემადგენელ ნაწილზე, მაშინ უნდა ვისაუბროთ უფრო მეტად სომხეთზე, იმიტომ რომ აი გიორგი უკეთესად მოყვებოდა ამას ალბათ, გუშინად საუბრობდით ამაზე, ანუ გაფიცვები არ იწყებოდა 3 საათზე, გაფიცვები იწყებოდა დილით და უბრალოდ გაჩერებული იყო ყველაფერი, ერთი თვე გაგრძელდა ეს და მორჩა ყველაფერი. ჩვენთანაც რაც ხდება იდეაში სომხეთს, იმიტომ მაგონებს უფრო მეტად რომ ისე როგორც სომხეთში ჩვენთან სამოქალაქო დაპირისპირება როგორც ასეთი არ არსებობს. არ არსებობს ის რაღაცა დიდი საფრთხე, რომელმაც შეიძლება სხვა უფრო ცუდი სცენარებისკენ წაგვიყვანოს. საზოგადოებრივ იყენებენ მაგასაც არასწორი არის და დამაზიანებელია, პროცესს რომ აი აქ რაღაც სამოქალაქო არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არის, ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი და მეორე დგას რაღაცა 3000 ადამიანი. 3000 ადამიანი, 3000-4000 ადამიანს განგებო ამბობ, იმიტომ რომ ბელორუსის სცენარის განსხვავებაც ერთ-ერთი მთავარი ეგ არის, რომ აქ საუბარი რეჟიმზე, რომელიც დგას ძალოვანი სტრუქტურების გარკვეულ რაოდენობაზე და არა მაგალითად ლუკაშენკოს რეჟიმი, რომელიც მთელი არმია უმაგრებს ზურგს, რაც ძალიან დიდი განსხვავებაა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პრინციპში ეგეთ შეიძლება ითქვას, ანუ ჩვენთან აი გუშინ რომ ნახეთ მაგალითად, რომ დოლიძეზე იყო და მე მგონი კანდელაკზე, სადაც მივარდნენ ვიღაცა ადამიანები, ხო, უნდა იმის შექმნა, რომ აი სამოქალაქო კონფლიქტია ასე შემდეგ რაღაცას არ არის სამოქალაქო კონფლიქტი, ეს არის პარტიული სუბიექტების ძალადობა, დაუსჯელი ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე, რომლებიც წარმოადგენენ ამ ქვეყნის უდიდეს უმრავლესობას. ამიტომ მე არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელი არის რაღაცა არსებითი, რაღაცა დიდი სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა, თუ რა თქმა უნდა თვითონ ხელისუფლებამ არ დაუწყო თავისი სამართალდამცავი თუ რაღაცა მოძალადე რაზმების მეშვეობით ადამიანებს რაღაცა ტყუების როლ და ასე შემდეგ, ხო? ეგეც საერთოდ კატასტროფა იქნება, თუმცა ბელარუსში ეს მოხდა. მაგრამ ეს რო არ მოხდეს, ამისთვის უნდა გავაგრძელოთ პირველ რიგში იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ ვართ გაცილებით უფრო მეტი და ეს უნდა მოხდეს როგორც სოციალურ ქსელებში, როგორც პერსონალურ ურთიერთობებში იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღემდე ამაგრებენ ამ სისტემას, ეს პოლიციელი იქნება, პროკურორი თუ მოსამართლე მნიშვნელობა არ აქვს ამას, თუ მათ ემსახურება. ეს უნდა მოხდეს ცხადი ამ ბოიკოტების და გაფიცვების მეშვეობით, რადგან თუ ჩვენ მართლა მოვახერხებთ იმას, რომ აი უწყვეტად რაღაცა 2 კვირა მაინც უწყვეტად თუ გაიფიცა ეს არარიზებული იქნება, მორჩება, ანუ შეუძლებელი ასე გაგრძელება ეს არალეგიტიმური ხელისუფლება დაკარგავს იმ რაღაცა მცირე ლეგიტიმაციასაც კი, რითიც ეხა შეიძლება რომ რაღაცა თავი იმართლონ, რომ აი ჩვენთან კანონები სრულდება, ჩვენთან რაღაცა აი ავტობუსი მოდის დროზე. მეტროს თანამშრომლები გაიფიცნენ 3 დღის განმავლობაში
და მეოთხე დღეს მიიგეს ის რაც უნდათ. ეს რაღაც უნდა შევძლოთ და ჩვენ ავირიდებთ თავიდან ყველანაირ ნეგატიურ სცენარებს, რაც არსებობს. ამიტომ კიდევ ერთხელ, რაც უნდა გავაკეთოთ ყველამ, შეიძლება მეტროში არ მუშაობდეთ და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს, უნდა მოვიზიდოთ ჩვენი მომხრეები, კიდევ უფრო უნდა გავამხნევოთ ერთმანეთს, რომ ეს ქვეყანა დაკარგული არ არის, ყველაფერი არის წინ და ბრძოლა, რომელიც უკვე 50 დაახლოებით 50 დღის განმავლობაში გრძელდება, ეს კიდევ შეიძლება პირიქით გაზაფხული მოდის და დათმება, ხო? ამინდები. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ეს ბრძოლა ტრანსფორმირდება, ეს ბრძოლა გახდება კიდევ უფრო დიდი. რაც დაიწყო რაღაცა თოვლის გუნდის მსგავსად, გახდება ზვავივით დიდი და ამ ზვავს ვეღარ შეასჩერებ ერთ-ერთი. რის იმედი თქვათ, რომ იანვრის დასაწყისის პირველ პერიოდში რაღაცა ეს პროტესტი ჩაგვდებოდა, მათ შორის ბრჭყალებში ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ ამ თემაზე, რაც ასე არ მოხდა და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერი არის ის საკონსოლიდირებელი მიზნები, რაც ამ პროტესტს აქვს, ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საბა, შენ ასევე საუბრობდი იმაზე, თუ ამ გამოცდილებების გათვალისწინებით, რაც ბელორუსში და რუსეთში იყო, რა უნდა გავაკეთოთ ახლა. და მინდა რომ მაყურებელსაც მოუყვეთ, თუ აი რა არის ახლა მნიშვნელოვანი, გარდა იმ გაფიცვებისა და რაზეც ახლა ვისაუბრეთ, კიდე რა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანური მომენტებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ყველა კიდე ერთი დიდი განსხვავება ბელორუსსა და საქართველოს შორის არის, რომ ბევრად ჰომოგენური და პატარა ქვეყანა ვარ, სადაც გარკვეულწილად ყველას იცნობს, რაც ხშირი ფრაზა არის, რაც ყველას გაგუგია და მართლა ესე არის, იმიტომ რომ ყველა სამი ადამიანის ხედვართ აქ და ყველას ყავს მინიმუმ რამდენიმე კონტაქტი, რომელიც რაღაცა ხელისუფლებასთან აფილირებული, დაახლოებული ან რაღაცა სხვა პოზიციაზე არის, ხო? აი ასეთ შემთხვევებში როგორ უნდა მოვიქცეთ ადამიანები, რომლებიც ამ ეს პროტესტი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. რასაც ხელისუფლება ცდილობს რომ აჩვენოს არის ის, რომ თითქოს იმ ადამიანებს, ვინც ხელკეტებს ურტყამენ ადამიანებს, ვინც აწამებდნენ ადამიანებს, ხო, ვინც სახეში აფურთხებდნენ, რაღაცა კეფაში წიხლებს ურტყამდნენ და ზედ და ახტებოდნენ, ხო, თითქოს ეს ადამიანები არ არსებობენ, ისინი რაღაცა ნიღაბს არიან ამოფარებულები და არ უნდა ვიცოდეთ ვინ არიან და ისინი რაღაც ადამიანები კი არა, რაღაც რობოტები არიან. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც იხსნიან ნიღაბს და ცდილობენ რომ გახდნენ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, იარონ რაღაცა და ასე შემდეგ, ხო, დასხდნენ ჩვენგვერდით კაფეებში და ასე შემდეგ. ასე არ არის. ეს უნდა დასრულდეს მართლა, არ შეიძლება რომ რეჟიმის მოსამსახურე თუ ხარ, თუ შენ მონაწილეობ წამებაში, თუ შენ თუნდაც მე ნაწამებ ადამიანების წინააღმდეგ საქმეებს კერავ, ციხეში უშვებ და ზემოდან ჯარიმას აკისრებ, რასაც ჩვენი პროკურორები და მოსამართლეები აკეთებენ, ხო? ეს არ შეიძლება რომ ნორმალური იყოს და გასაგებია ყველა ადამიანური ურთიერთობა, მაგრამ მე თვითონაც მაქვს გაკეთებული ეს ძალიან მკაცრი ზღვარი მაქვს გავლებული, თუ ადამიანი ემსახურება აი ამ რეჟიმს, თუ მისი წვლილი არის იმაში, რომ უდანაშაულო ადამიანები მიდიან ციხეში, უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან და ასე შემდეგ, არ შეიძლება მათთან ჩვეულებრივი ურთიერთობის გაგრძელება. ეს არის რასაც ვამბობ. ამ საკითხს უშუალოდ არ უკავშირდება, მაგრამ კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა, იმიტომ რომ გუშინ ვერ ვიჯერებდი, რომ ამას უსმენდი. რომ ადამიანი, ვისაც ეხლა ქვია სახალხო დამცველი, ლაპარაკობდა იმაზე, რომ წამების სისტემურობა ვერ დაინახა. მე თვითონ 7 წელი ვიმუშავე იქ და თან სისხლსამართლის მიმართულებით, ანუ უბრალოდ ეს გამაოგნება, ეს არ შეიძლება. ანუ 400-მდე ადამიანი არის, ჩვენ მათთან სათითაოდ ვატარებთ ინტერვიუებს, ისინი ყვებიან იმაზე, რა ხდებოდა, თუმცა ამ მოყოლაც არ არის საჭირო. ხო, ანუ ეს არა მარტო დროის მოკლე მონაკვეთში კეთდებოდა, ერთი და იგივე დანაყოფები აკეთებდნენ ამას და ის რა ქვია, ერთი და იგივენაირი დაზიანებები აქვს ყველას, ხო, სახეში კეფში. წევან რასაც ვსაუბრობ ბელარუსის მსგავსად, ხო? არამედ ეს უბრალოდ თვითონაც ეს ადამიანი ესაუბრა, ხო? ეს არის მიუღებელი, არ შეიძლება რომ აი ამ ადამიანს, რომელსაც რაღაცა წინ უდევს ასეულობით სურათი, ნაცემი და ნაწამები ადამიანებს ამბობდეს იმას, რომ რაღაცა წამება არ იყოს სისტემური, ხვალ 2 საათზე იმართება აქცია მის ოფისთან და მე თვითონაც ვაპირებ იქ მივიდე, იმიტომ რომ უბრალოდ ვერავინ ვერ უნდა გაბედოს თავისი თანამდებობის მიუხედავად თუ რაღაცა სხვა ბენეფიტების მიუხედავად
მიუხედავად იმის თქმა, რომ რაც მოხდა ნოემბერში და დეკემბერში და გარკვეულწილად დღემდე მიმდინარეობს, ეს სისტემური არ არის. ან ეს ხელისუფლების მიერ ნაკანახები არ არის და თურმე ესე იგი ის ადამიანები არ უნდა დაესაჯონ, თუმცა თურმე თავისუფლად უნდა დადიოდნენ რაღაცა ქუჩებში. ეს არის მიუღებელი და ხო, აქედანაც უნდა დავიწყოთ მათ შორის რაღაცა საკვანძო და პასუხის იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც პასუხი უნდა აგონ მას შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ისევ სამართალი დაბრუნდება და არ იქნება ეს განუკითხაობა და რაღაცა უკანონობა, რაც ახლავს უფევს. და ის საჯარო მოხელეებზეც მინდა კითხვა აუცილებლად საბა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რგოლია ამ პროტესტში ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, თუნდაც 2-3 კვირის წინ იყო საუბრები იმაზე, რომ მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, მათი თანამშრომლების მიმართ მოწოდება, რომ რაღაც შეიკავონ თავი პროტესტებში მონაწილეობის მიღებისგან, რაღაც გარკვეული შეზღუდვების, წინაღობების შექმნა სამსახურში, დაშინება მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ არიან ყველა, ერთმნიშვნელოვნად არ არიან პოლიტიკური პარტიასთან აფილირებულები და მათი მხარდამჭერები. არ არის ეგრე, როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეგეთ რეალობაში ვართ, რომ რაღაც საჯარო მოხელე უკვე რო ამბობ, ეგრევე მოგდის თავში, რომ აუცილებლად ქართული ოცნების მხარდამჭერი. ეს ასე არ არის. რამდენად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, არ ვიცი, იმედის მიცემა, წახალისება, დალაპარაკება იმისა, რომ მათაც გამოხატონ პროტესტი და გუშინ იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ისინიც გაფიცულიყვნენ. ეს უკვე სხვა კატეგორიის, ასე ვთქვათ, გაფიცვა და ღონისძიება იქნებოდა. მხოლოდ კერძო კომპანიების შემთხვევაში რომ მოხდარიყო გაფიცვა. რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების ჩართულობა ამ პროცესში? საჯარო მოხელეები არიან ამ ქვეყნის რომ მაინც გაათავისუფლდნენ, სადაც ნახეთ ბოდიში, ნახეთ ის იყვნენ ადამიანები, არც თუ ისე დაბალი რგოლის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ რომ პროტესტისგან ადამიანები გამოერიდებინათ, მათი თანამშრომლები და საბოლოოში ისინიც გაათავისუფლეს სამსახურიდან. კი, საჯარო მოხელეები არიან ამ ქვეყნის ფუნქციონერების, აი ადმინისტრაციული მთავარი ხერხემალი. ანუ რომის გარშეც უერთერთი თანამედროვე ქვეყანა ვერ ფუნქციონირებს. ანუ რაც არ უნდა დიდი მთავრობის მომხრე იყო და მემარჯვენე თუ პატარა და რაღაცა მეოსპიკერ პირიქით, ანუ ამას მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი საჯარო მოხელეები ჩვენ გვჭირდება, ისინი ასრულებენ უნიშნულოვანეს ფუნქციას. ამიტომ ხო, ანუ არ არის სწორი იმისი ჩათვლა, რომ მათი თუნდაც უმრავლესობა არის არსებული ამ პარტიის მომხრე. ეს წარმოდგენა შეიქმნა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელისუფლება ქმნის თავისი არსებობის ისტორიაში სულ ამ სხვადასხვა სიპებს, სადაც ასაქმებს ნეპოტისტური სტილით და სხვა რაღაცა ესეთი მეგობრულ ამბებში, კორუფციული სტილით. უგონებენ თანამდებობებს. იგონებენ და ამ ბიუჯეტის ფულს უხდიან თავის პარტიულ მუშაკებს. ეს არის რაც აკეთებენ და აქედან გაჩნდა შესაბამისად ესეთი წარმოდგენა. სინამდვილეში ეხლა რაც ხდება არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ გამოუცხადა ომი ამ ქვეყნის ხერხემალს, რაც არიან საჯარო მოხელეები, და ეს არის ის რაც ასევე ვამბობთ, როდესაც მათ დაინიცირეს ეს კანონში ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით რო აფორმებდნენ. ეს მათი სამსახური აღარ არის უვადო, ისინი დამოკიდებულები არიან იმაზე, რომ მათი უფროსი არ წავიდეს სამსახურიდან. შესაძლებელია მათი ხელფასის 20%-ის უბრალოდ დაქვითვა, 6 თვითონ ერთი წლით, როცა გაუხარდება მის უფროს, შესაძლებელია მათი გადაყვანა საერთოდ სხვა თანამდებობაზე მის თანხმობის გარეშე, დაბალ თანამდებობაზეც და შესაძლოა მათი გაშვება ისე რომ მოკლედ 3 წლის მერე რომ მიაღწიოს სასამართლოში რაღაცას 3 თვის განცდურს დაგიბრუნებენ და მორჩანო ეს არის სრული კატასტროფა, ანუ გამოშიგნეს მთლიანად ამ ადამიანების დაცვის გარანტიები. ამიტომ რაც უნდა გააკეთონ მათ და ხო ყველაზე მნიშვნელოვანი რა გააკეთეს, ხო? ახალი წლის და შობის პერიოდში საჩვენებლად გაყარეს ხალხი თანამდებობა. ვინ აკეთებს ამას თუ ამის რაღაცა სიგნალის გაშვება არ უნდა. ეს სიგნალი არის ის, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი თქვენ წინააღმდეგ. და თუ ეს ადამიანებიც არ გამოფხიზლდებიან, აღმოაჩენენ, რომ ხვალ მათთანაც მივიდა ეს წერილი, რომლითაც ისინი თანამდებობიდან რა უნდა გააკეთონ საჯარო მოხელეები? პირველ რიგში ისინი უნდა გაწევრიანდნენ იმ ორ სხვადასხვა პროფკავშირში, რომელიც უკვე შეიქმნა და რომლებიც მიმართული არიან იმისკენ, რომ მოქმედი საჯარო მოხელეების ინტერესები დაიცვას. მათ უნდა იპოვონ ერთმანეთი სექტორული და სხვა
სხვა მიმართულებების როგორც თავის დროზე მსახიობებმა ვიპოვეთ უნდა მსახიობები იქნებიან სტუდენტები თუ ექიმები ამ შემდეგ იპოვეს ერთმანეთი კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებმა ეს უნდა გააკეთონ საჯარო სექტორში დასაქმებულებმაც თუ ისინი ამ ომის განცხადების სიგნალს არ უპასუხებენ თვითონაც ანალოგიური სიგნალით მაშინ ეს ხელისუფლება დარწმუნება მარტივად რო თქვათ უნდა გააცნობიერონ რომ არსებობს ძალა იურიდიული ძალა რომელიც მათ დაიცავს კი იურიდიული ძალაც რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია სამოქალაქო საზოგადოებას მათი დახმარება მაგრამ იურიდიulis მიღმა რისიც ეშინია ქართულ ოცნებას არის ძალა და ეს ძალა არის მათ შორის ერთობაში როგორც ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დევიზი ხო და ამ ერთობას ჩვენ თუ ვაჩვენებთ თუ ამ ერთობას აჩვენებს საჯარო სექტორი ხელისუფლებას ისინი შეშინდებიან ყველა ავტორიტარი ამ კუთხით ერთმანეთს გავს თუ ავტორიტარ შენ თავს წაუხრი პირველ შენ გადაგივლის ხო გონია რომ რაც შენ შეიძლება მოგიტოვონ და ჯერ სხვებს მიხელ პირველს მათ გადაულიან ხოლმე ჩვენს ქვეყანაში ასე იყო სხვადასხვა დროის განმავლობაში მათ შორის ბოლო პერიოდშიც და ეხა მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს მაგრამ ასე ეს არის სტილი რომელსაც ყველა ავტორიტარი მიყვება საჯარო მოხელებმა უნდა გაიაზრონ რომ მათი არის ძალაუფლება ეს ძალაუფლება უნდა აჩვენონ და თუ ამას შეძლებენ ქართული ოცნება უკან დაიხო ნამდვილად მათი არის ძალაუფლება და მათი არის ეს ქვეყანა არის ხალხის და ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და რაც უფრო მეტნი ვიქნებით ამ სწორ პოზიციაზე ვერავინ ვერ მოგვერევა ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის წარმატებები და გისურვო დაგემშვიდობებით ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობოთ მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ხვალამდე